საქართველოს პირველი არხის საარჩევნო სუბიექტებისთვის მოამბის საეთერო დროის დათმობას განაგრძობს. დღეს გამოყოფილი 5 წუთით პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი ისარგებლებს. ბატონ გიორგი, გამარჯობათ. მე დავსვამ კითხვას და პასუხისთვის გექნება ზუსტად 2 წუთი. 1%-იანი ბარიერის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, როგორ აფასებთ თქვენი პარტიის შანსებს? ჩვენი პარტიის შანსები საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მარტო 1%-ზე ვიბრძოლებთ უფრო მეტი შედეგისათვის და ამისთვის მზად ვართ. შესაბამისად 27 მაჟორიტარულ ოლქში ყავს დაყენებული კანდიდატები, 160 კაციანი პარტიული სია გვაქვს წარდგენილი და შესაბამისად შანსები იმის, რომ 1% და ცოტა მეტიც გადავლახოთ, ამის შანსები გვაქვს და შესაბამისად ვიბრძოლებთ ამისათვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. უბრალოდ თავარია ჩვენს ქვეყანაში კანონი იყოს დაცული და არ მოხდეს როგორც წინასაარჩევნოდ ხდება პოლიტიკური ორგანიზაციების დისკრედიტაცია თუ ასე რომ ვთქვათ გამოყოფა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად, თუნდაც ის მომენტი, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატი დღეს უკანონო პატიმრობაში ყავს მერვე პენიტენციალურ სისტემას და არ უშვებენ თავისუფლებაზე, ესეც უკვე პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ანუ დეპუტატობის კანდიდატები სარგებლობენ შესაბამისი იმუნიტეტით. და აქედან გამომდინარე ის ადამიანი უნდა იყოს გამოშვებული და თუ ასე გააგრძელეს ჩვენმა ხელისუფლებამ და ამ საარჩევნო სისტემაში ეგრეთ წოდებული არაკვალიფიციური პარტიები ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ მათი კანდიდატები გამოამწყვდიეს და დაამწყვდიეს ზოგი ციხეში და ზოგი კიდე შესაბამისად შეზღუდვები მოაწყვეს ამ COVID ვირუსთან დაკავშირებით, მასე არჩევნებიც არ დაერქმევა ამას და შესაბამისად ტოტალიტარული გაყალბება მოხდება არჩევნების და აი ეს არის უბედურება. ჩვენ შანსი გვაქვს რომ გავიმარჯვოთ. კიდევ ვიმეორებ 27 მაჟორიტარი კანდიდატი ყავს დაყენებული და დიდი მადლობა პასუხისთვის განკუთვნილი 2 წუთი ამოიწურა. ახლა თქვენ გაქვთ 3 წუთი იმისთვის, რომ ამ მომრჩეველს გააცნოთ თქვენი საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები. მივესალმები საზოგადოებას, პირველ რიგში მოუწოდებ, რომ აუცილებლად არჩევნებზე მივიდნენ და მხარი დაგვიჭირონ და შემოხაზონ 20 ნომერი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჩვენი პარტიისათვის ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმირებას მე არ ვამბობ იმ რეფორმებს, რა რეფორმებსაც ეს ხელისუფლება და წინა ხელისუფლება ატარებდა და ფაქტურად დაანგრიეს განათლების სისტემა, მოსპეს და გაანადგურეს. ჩვენთან აღარ იზრდებიან ის სპეციალისტები, რომლებიც ქვეყანას ჭირდება და იდეოლოგია ქვეყანას არ გააჩნია. წინა ხელისუფლება მუშაობდა იმაზე, რომ ნავთობსადენი გაეყვანა და ეს იყო მთელი იდეოლოგია. ახლა მუშაობს იმაზე, რომ ნატოში შევიდეთ. ანუ ეს იდეოლოგია არ არის ქვეყნის განვითარების. ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გრძელვადიანი გეგმები უნდა არსებობდეს და ამას განათლებული საზოგადოება ჭირდება. განათლების სისტემის ჩამოყალიბება ჭირდება და სპეციალისტების მომზადება, რომელიც ქვეყანას ჭირდება და არა ის, რომ უცხოეთში გაედინება ჩვენი ნიჭიერი თაობა და ფაქტიურად დაკარგულ თაობად შეიძლება ჩაითვალოს ამ COVID ვირუსის პერიოდში, როდესაც ხდება დისტანციური სწავლების მოწყობა. მე მიმაჩნია, რომ ეს COVID ვირუსის საკითხი ცოტა არ ყოს ჩვენთან არასწორად შუქდება მასმედიის მიერ. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი კანდიდატი იმყოფება ამჟამად იტალიაში, რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც გაემგზავრა ზუსტად აი ამ პერიოდში თურქეთი გადალახა. თურქეთში არავის ტემპერატურაც კი არ გაუზომია, გადავიდა საფრანგეთში, სადაც ტემპერატურაც არ გაუზომია და ჩვეულებრივად მოძრაობს და არც არავის შეუმოწმებია, გადავიდა საბერძნეთში, რამოდენიმე ქალაქში შემოიარა და დღეს იმყოფება იტალიაში. მე არ ვიცი ახლა საიდან მოაქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ საერთოდ ასეთი საშინელი მდგომარეობაა და საიდან ავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომ COVID ვირუსისგან ამდენი ადამიანი კვდება.
თუ ამდენი ადამიანი კვდება და ასეთ საშინელება არის, გზების კეთება კი არ უნდა დაიწყონ, საავადმყოფოები უნდა შეაკეთონ და რესპუბლიკური საავადმყოფო საღორეს რო გავს და შესაბამისად ინფექციური საავადმყოფო განადგურებული რო არის და თურმე ამ საგანგებო პერიოდში სავენტილაციო სისტემები არ ქონიათ და ის ხალხი რომლებიც შემოდიან საქართველოში და კარანტინში ამყოფებენ იმ სასტუმროებს სავენტილაციო სისტემები წესრიგში აქვს მოყვანილი თუ უფრო მეტად უნდათ რომ გაავრცელონ ეს ვირუსი და შესაბამისად დაავადმყოფო მთელი ქვეყანა. აი ეს არის ხელისუფლების მხრიდან და ამიტომ სწორედ ამას ვებრძვით განათლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ განათლებული საზოგადოება უნდა გვყავდეს და არა ის რომ რაც ხდება დღეს ხურმოჭრილი მონებივით დავემონოთ და არ გადავამოწმოთ ინფორმაცია და შეუსაბამობებს დავეთანხმოთ რასაც იტყვის ეს ხელისუფლება. აი ზუსტად განათლების სისტემის რეგულა. დიდი მადლობა თქვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა მოამბის ეთერში პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი საუბრობდა.